Საღამომშვიდობის მეგობრებო, ძალიან ხმამაღალი ხო არ არის. უღრმესი მადლობა დასწრებისთვის, მადლობა იმისთვის, რომ პროტესტის უკვე 138 დღეს ერთად ვართ. პროტესტი გრძელდება, რა თქმა უნდა, ცოტა შევიწოდით, შევპატარავდით, ცოტა დავიღალეთ ალბათ, მაგრამ არა უშავს. თავარია რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, ჩვენი მოძრაობის თავარი ამოცანაა გავაზიაროთ ცოდნა. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო პროექტის პრეზენტაცია, რომელზეც ისაუბრებს გიგა. ბევრს არ ვილაპარაკებთ, გადავიდეთ პრეზენტაციაზე. ძალიან საინტერესო საქმიანი და მომავალშიც კიდე დიდი წარმატებები არის ამ პროექტს დარწმუნებული ვარ ამაში. მადლობა სტუმრობისთვის, სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ. მადლობა გიო. გამარჯობა, მე გიგა ვარ ალუბალადან. ალუბალაზე უნდა მოგიყვეთ, ერთი სული მაქვს როდის გაგიზიარებთ. ეს არის სოციალური პროექტი ალუბალა G. ნებისმიერ შეუძლია გახსნას ეხლა და ვებზე შეხედოს რა არის. მე გავაგრძელებ. ალუბალა არის ვებგვერდი, სადაც შეგიძლიათ გააჩუქოთ ნიუთები, რომლებიც აღარ გჭირდებათ, ისე რომ თან ქველმოქმედებაში მიიღოთ მონაწილეობა. ეხლა გეტყვით როგორ. მოკლედ ყველას აქვს ნიუტები, რომლებიც აღარ სჭირდება, ზოგ ადგილსაც კი იკავებენ სათავსოებში, ზოგი სადგვიდებს, ზოგი საათ. ალუბალა იძლევა შესაძლებლობას, რომ ეს ნიუტები გავაჩუქოთ, ან ჭყალებში გავყიდოთ, ან ორმაგი გაჩუქება სიმბოლურ ფასად და შემოსული ფული წავიდეს ქველმოქმედებაში. აი მაგალითად მე შეიძლება მქონდეს რამე ნივთი, მაგალითად ჩემი კეპი, რომელიც აღარ მჭირდება, სიმბოლურ ფასად შემიძლია ალუბალაზე ავტვირთო, ისევე როგორც MyMarket G-ზეა გავყიდო და მსურველის ყიდვის შემთხვევაში ვინმე თუ იყიდის, ფული ჩემთან კი არა, ჩემ არჩეულ საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება. აი მაგალითად მე გულშემატკივრობ უსახლკარო მიუსაფარ ძაღლებს და მინდა რომ დავეხმარო მიუსაფარი ძაღლების ფონდს. მე შემიძლია ჩემი ნივთი გავაჩუქო მათ სასარგებლოდ, ჭყალებში გავყიდო და შემოსული ფული ჩაირიცხება მიუსაფარი ძაღლების ფონდში. ამით ახლა რა მოხდება? პირველ რიგში ჩემი ნივთი, რომელიც მე აღარ მჭირდება, ის გადავა ისეთ ხელში, ვინც მოიხმარს და მეორეს მხრივ დაგენერირებული ფული, ანუ გაყიდვისგან შემოსული ფული ჩაირიცხება ქველმოქმედებაში, რაც ნიშნავს, რომ იქ გულანთებული ემპათიური ადამიანები უამრავ სიკეთეს დააგენერირებენ. გადაარჩენენ ბავშვებს, იქ მოხუცებს დაეხმარებიან, ძაღლებს შეიფარებენ, უამრავ სიკეთეს დააგენერირებენ. ანუ თუ ჩვენ არ გვაქვს ფული, არ გვაქვს ფული რა, თუ ჩვენ შეგვიძლია ნივთებით, რომლებიც აღარ გვჭირდება, დავაგენერიროთ სიკეთე და ორმაგი გაჩუქება, რატო ქვია, მეორე ხეირიც მოაქვს ამ ოპერაციას. ეს არის ნივთები, რომლებიც აღარ გვჭირდება და არ ვხმარობთ, აი თაროზე გვიდევს სიტყვაზე. ისინი არ მონაწილეობენ ეკონომიკაში. ახლა გეტყვით როგორ. აი წარმოიდგინეთ, რომ ახლა გქონდეთ $1,000,000 და ჩადოთ მაგალითად ტომარაში და ჩაფლათ მიწაში. ის ფული გახდება მაკულატურა. ანუ ფული თუ არ არის მიმოქცევაში, ის დოვლაც არ ქმნის. იმპულს თუ დახარჯავთ ბანკში დადებთ, ბანკი გაასესხებს, ან რამეს იყიდით, ან მოკლედ ფული თუ მიმოქცევაშია, ის მონაწილეობს ეკონომიკაში, ანუ დოვლაც ქმნის. ზუსტად იგივე არის ნივთებზეც. ანუ თუ თქვენ გაქვთ ნივთი, რომელიც გიდევთ თაროზე და არ ხმარობთ, ის ნივთი არ მონაწილეობს ეკონომიკაში. ეს ნიშნავს, რომ ნივთს მანამ არ გამოუჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც გამოიყენებს, ის არ ქმნის დოვლაც. ესე იგი, იმ ნივთის გაჩუქებით, ჭყალებში გაყიდვით, შეგვიძლია რომ დავაგენერიროთ ერთის მხრივ სიკეთე, ანუ შემოსული ფული იყო საქველმოქმედო ფონდებში შეირიცხება და მეორეს მხრივ შეგვიძლია რომ ნივთები ჩავთოთ ეკონომიკაში. ეხლა ამას რა მოაქვს? აი მაგალითად ნივთები რომლებიც აღარ გვჭირდება, ის თუ ჩაერთვება ეკონომიკაში, ეს ნიშნავს რომ ჩვენ უფრო ნაკლებ ფულს, ვალუტას გავიტანთ გარეთ. ჩვენ იცით ალბათ რომ წარმოება ძალიან ცოტა გვაქვს, ანუ თითქმის არაფერს არ ვაწარმოებთ და ყველაფერს ვალუტით ვყიდულობთ საზღვარგარეთ. ეგ იმას ნიშნავს, რომ რაც მეტი ნივთი მოხვდება სწორი ადამიანის ხელში, ერთი კარგი ისტორია, ამას კარგად ხვდებიან ხოლმე, მოგიყვებით თქვენს. ერთი მეგობარი მყავს და
სადღაც ნაკვეთში ქონდა ტრაქტორი. ძველი გაბჭებული ტრაქტორი იყო, აი ბავშვები რო სურათებს იღებენ და დაძვრებიან ზედ. მეზობელი შეუჩნდა რომ გინდა თუ არა მომყიდეოდა ეს რომ დაიღალა ბოლოს აჩუქა საერთოდ. და იმან უარა ეხლა ვერაფერში ვერ გამოიყენა, სახში გადაათრია და საკათმეთ ხმარობს. ძველ ტრაქტორს ხმარობს საკათმეთ. და ის ტრაქტორი რო ეჩუქებინა ფერმერისთვის, რომელიც აღადგენდა, დაქოქავდა, მოხნავდა, დათესავდა, მოკლედ დოვლას შეაქმნევინებდა ტრაქტორს, ხო? ნიშნავს რომ ტრაქტორი ჩაერთვებოდა დოვლათის წერაში და ესე ეკონომიკა იზრდება. ანუ ნივთებით, რომლებიც აღარ გჭირდება, შეგიძლია ერთის მხრივ სიკეთე დააგენეირო, ანუ შემოსული ფული ხო საქველმოქმედო ფონდებში იზრდება და მეორეს მხრივ ეს ნივთები ჩაერთვება ეკონომიკაში, რაც ზოგადად ჩვენ კეთილდღეობას ზრდის. ეს ლექციას ვისურვებდი, რომ რაღაც ინტერაქტიულ ფორმატში გავაკეთოთ. ფორმატის ხელს გვიწყობს და თუ გზაში რამე კითხვა გიქნებათ, არ მოგერიდოთ, მითხარით, ან თუ რამე ვერ გაიგეთ, ან დაზუსტება გჭირდებათ, მითხარით. აი ხა როგორ მუშაობს ალუბალა? ალუბალაზე ნივთების გაჩუქება შეუძლია ყველას, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს, ეხლა პორტალი ჩვეულებრივად მუშაობს, შეიძლება იდეალურ ფორმაში არ არის, მაგრამ როგორც მუშაობს, ისე მუშაობს და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ატვირთოს თავისი განცხადება, ისე როგორც აი MyMarketGZ-ია. რეგისტრირდებით, გადავუღებთ ფოტოს ნივთს, რომელიც აღარ გჭირდებათ, რომელიც გინდათ რომ გააჩუქოთ, ადებთ სიმბოლურ ფასს, რა ფასადაც უფრო იოლად გაიყიდება და შემოსული ფული სად ჩაირიცხოს, ანუ თქვენ საყვარელ ფონდში, რომელ ფონდში ჩაირიცხოს, იმპოტს აირჩევთ და განცხადებას გამოაქვეყნებთ. შემდეგ ალუბალას გუნდიც და ზოგადად ვიზიტორებიც რო დაათვალიერებენ და ნახავენ თქვენ განცხადებას, თუ მოეწონებათ, შეიძენენ და ფულს თქვენ კი არა ჩარიცხავენ თქვენ არჩეულ საქველმოქმედო ფონდში. ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყიდოს და გაყიდოს ალუბალაზე. შეგიძლიათ მაგალითად ყველა შეუძლია შემოვიდეს და ნახოს განცხადებები, ხა არის მიმდინარე განცხადებები, მაგალითად ერთ ადამიანს უნდა რომ გააჩუქოს პიანინო მაგალითად. ოღონდ ამბობს რომ მე ვერ ავიტან მერვე სართულზე. შეგიძლიათ გააჩუქოთ სხვა ნივთები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. არ აქვს მნიშვნელობა. შეგიძლიათ შეიძინოთ, შეგიძლიათ გააჩუქოთ მოკლედ. ასევე არის ჩვენთან ძალიან ბევრი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მაგალითად ეხმარება ახალგაზრდებს, აბიტურიენტებს, ჩართეთ ვიცით, არ ვიცი. მოკლედ ბევრი კაი საქველმოქმედო ფონდია, ბევრი გულანთებული ადამიანია, რომელიც ამბობს, რომ შემოწირულობის მიღების შემთხვევაში ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. და ეხმარება აბიტურიენტებს, რომ ქონდეთ ლეპტოპები და ინტერნეტი, მოხუცებს ეხმარებიან, მიუსაფარ ძაღლებს ეხმარებიან. მოკლედ ძალიან ბევრი გულანთებული და კარგი ფონდია ჩვენთან, რომელიც უკვე თანამშრომლობს და პარტნიორობს, შესაბამისად არჩევანიც არის. თუ ვინმე კონკრეტული ან სპეციფიური ფონდი გინდათ, რომ აი მაგალითად რამოდენიმე შემთხვევა იყო, რომ დააჯარიმეს აქციაზე 5000 ლარით და ვინაიდან ეს ფონდები დაიხურა, რომელიც დაჯარიმებულებს ეხმარებოდა, ბევრმა გამოთქვა სურვილი, რომ იქნებ მე ჩემთვისო შევაგროვოთო და ეგეც ოფცია. თუ მაგალითად იტყვით, რომ რომელიმე ადამიანის სასარგებლოდ შემიძლია გავაჩუქო ნივთებს, შეიძლება ფული არ მქონდეს, მაგრამ მქონდეს ნივთი, რომელიც აღარ მჭირდება და იმ ფონდს გავაჩუქებ იმ ადამიანის სასარგებლოდ, ვისაც 5000 ლარი აქვს სიტყვაზე გადასახდელი. ამით იმ ადამიანს ხო დავეხმარებით, რომელიც 5000 ლარს გადაიხდის, მეორეს მხრივ ის ნივთი საჭირო ხელში მოხვდება და ეკონომიკაში შეერთება. ხა საჭირო ხელში როგორ მოხვდება, ამას აგიხსნით. ეკონომისტები ამბობენ, რომ თუ გინდა რომ ნივთი სწორ ადამიანის ხელში მოხვდესო, ანუ ისეთ ადამიანთან მოხვდეს, ვინც გამოიყენებს, უნდა გაყიდო, ანუ ვინც ფულს იხდის, იმას სჭირდებაო. შეიძლება ვინმეს აჩუქო, მაგრამ იმანაც თაროზე შემოდო. სამაგეროდ ვინც ფულს გადაიხდის, იმას სჭირდება. ეს არის თითქოს გარანტია იმისა, რომ ჩვენი გაჩუქებული ნივთი სწორ ხელში მოხვდება. ანუ ისეთ ადამიანთან კი არ მოხვდება, რომელიც ჩვენსავით თაროზე შემოდებს. ისეთ ადამიანთან მოხვდება, ვინც გამოიყენებს. ანუ ტრაქტორი მოხვდება ფერმერთან და არა ტრაქტორისგან გააკეთებენ საკათმეს.
ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ რო ვამბობთ რომ ნივთები თუ სწორი ადამიანის ხელში მოხდება დოულად შექმნის ეს არის მაგის დასტური. ეკონომიკისტებიც მაგას ამბობენ და ლოგიკურადაც რო დავფიქრდეთ ეგრეა, ვინც პულსი ხდის იმას ხო სჭირდება. ეს არის ჩვენი განცხადებები სხვათა შორის, ეს სასტვენის ჩვენთან იყიდება, ვისაც არა აქვს სიმბოლურ ფასად. და შემოსული ფული გადაირიცხება მიუსაფარი ძაღლების ფონდში. რამე კითხვები ხო არ გაქვთ? აბა? კი, სოციალური ქსელები გვაქვს, Facebook-ის გვერდი, YouTube-ის არხი, ძირითადად ვაქტიურობთ Facebook-ის გვერდზე, Facebook-ის გვერდზე ვაქვეყნებთ ხოლმე ახალ და საინტერესო განცხადებებს. Follower-ების ყავს ბევრი არა, მაგრამ ყავს. და ჩვენ აქტიობებს ძირითადად Facebook-ით ვასაჯაროებს და ვამცნობთ ხოლმე ხალხს. ვის ვერიფიკაციას? კი, თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და მერე ატვირთოთ განცხადება, ისევე როგორც MyMarketJiz-ია. პასუხისგებლობას კარგი კითხვაა სხვათა შორის. პასუხისგებლობის აღება ჩვენ გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანებმა შეუძლიათ ერთმანეთში გაცვალონ ნივთები, რომლებიც აღარ ჭირდება და ჩვენი პლატფორმა არის იარაღი, რომ ეს განახორციელონ. თუმცა ყოფილა რაღაც შემთხვევები, რომ ბავშვის ხარსით როგორ არის, აი ბავშვის პატარა ბავშვის ჩასაჯდომის კამი შეიძინა ქალბატონმა და მერე მოინდომა დაბრუნება და დაუკავშირდით იმ ადამიანს. ოღონდ აქ ცოტა ძნელად ასაკა, იმიტომ რომ შემოსული ფული ხო ფონდში მიდის. ნუ მოგვიწია სხვანაირად მოგვარება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პასუხისგებლობას მთლიანად არ ვიხსნით. თუმცა შინაარსი ეს აქვს, რომ აი როგორც MyMarketJiz-იან ამ სხვა marketplace-ზე ერთი ადამიანი როცა ყიდის და მეორე ყიდულობს, შუაში არის პლატფორმა, რომელიც ამ ტრანზაქციის განხორციელებაში ეხმარება ორ ადამიანს, მაგრამ რაღაც დოზით პასუხისგებლობას ბუნებრივია იღებს. პროტესტთან შეიძლება პირდაპირ კორელაციაში არ არის, მაგრამ ერთი кейსი, რამოდენიმე кейსი მქონდა, როცა თქვეს, რომ ვინაიდან ფონდები დაიხურა, რომლებიც მხარდაჭერას უჭერდნენ 5,000 ლარით დაჯარიმებულ ადამიანებს, ბევრი არის, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა ეხლა 5,000 ლარი ჯარიმაში გადაიხადოს, ისე რომ არ ეთკინოს წყალებში. და გთხოვეს, რომ იქნებ როგორმე ჩვენ როგორც ფონდები დავრეგისტრირდეთო და ხალხს ჩვენ თვითონ მოუწოდებთო, რომ ჩვენ სასარგებლოდ გააჩუქო ნივთებიო და გაყიდვის შემთხვევაში ის ფული ჩვენ ფონდში ჩაირიცხება, რომ ჩვენ მერე გადავიხადოთ ჯარიმაო. ანუ თუ გვიან შემოგვიერთდი, იმასაც გეტყვი, რომ ეს არის პლატფორმა, სადაც შეგიძლია გააჩუქო ნივთები, რომლებიც აღარ გჭირდება, ოღონდ სიმბოლურ ფასად გაყიდვის შემთხვევაში ფული შენთან კი არა, შენ არჩეულ ფონდში ჩაირიცხება. ნუ შენ თუ გაყიდის სიტყვაზე შენ რამე ნივთს, გადაუღებ ფოტოს, ატვირთავ განცხადებას, სიმბოლურ ფასს დაადებ და იტყვი, რომ სიტყვაზე 20 ლარად ყიდი ამ და ამ ნივთს, ოღონდ შემოსული ფული მე კი არა, გადაურიცხეთ აი რომელია შენი საყვარელი ფონდი, სიტყვაზე ჩემს საყვარელ ფონდს. მაგალითად ვინმეს ვისაც გულშემატკივრობდა, ვინმე დააჯარიმეს 5,000 ლარით. რა ვიცი, თუ რამე კითხვები ხო არ გაქვს სხვა? ალუბალა ჯი, კი, როგორც გესმით, ალუბალა ჯი. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, ჩვენ როგორც საპროტესტო აუდიტორია ღიავართ ყველა პროტესტის მონაწილისთვის. არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც რაღაცა სამეცნიერო კვლევა გამოვიტანოთ ან რაღაცა ესეთი ასტრონომიულ საუბრებზე ჩავყვეთ ბოლომდე. ყველა ვისაც ეს პლატფორმა დაჭირდება, ეს აუდიტორია დაჭირდება, ვისაც სურს რომ გააგონოს ხმა თანამებრძოლს პროექტის სახით, რა ვიცი, იდეის სახით, თუნდაც რაღაცა პრეზენტაციის სახით, ჩვენ მზათა ვართ გავაერთიანოთ ყველა. ჩვენი ამოცანაა გავაერთიანოთ ადამიანები, ვისაც ცოდნის გაცემა შეუძლია და ვისაც ცოდნის მიღება სურს. ჩვენ არ გავჩერდებით, მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ დავიღალეთ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა
ძიმე დღეები გავიარეთ, არ გავჩერდებით, იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს. არც ჩვენ, არც ქვეყანას, არც მომავალ თაობას. ჩვენი ამოცანა ამ ქვეყანაში დავჩეთ, შევინარჩუნოთ ეს ქვეყანა ისეთი, როგორიც გვიყვარს, ისეთი, როგორიც არის და როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ არ გავჩერდებით. კიდე ერთი რამ, რომ ერთიანობას, ერთად დგომას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, უბრალოდ პარტიული ორგანიზაცია, ჩვენ ვართ ზეპარტიული მოძრაობა, რომელსაც შეუძლია ყველა პლატფორმასთან ურთიერთობა. ჩვენ ეს ფორმატი გამოგვივიდა, ჩვენი ფორმატის აუდიტორიის გარშემო გავაერთიანეთ ყველა, ვისაც პროტესტი გააჩნია და რუსთაველზე და არა მარტო რუსთაველზე გამოდის და პროტესტებს ხმამაღლა. ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მზად ვართ ყველა მომხსენებელს, ყველა სპიკერს, ყველა მსმენელს დავუთმოთ აუდიტორია და გავაზიაროთ ცოდნა. საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც ავაგორეთ ისეთ ტალღას, ცოდნის ისეთ ტალღას, რომელიც გაუჩერებელი იქნება. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.